ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი სტენდი, ამჯერად თბილისი მოლში, დილომში. დავით. ხო, მოდი. ცოტა გრძელი გზა არის, გასავლელი. ისე რა მაგარია, სადაც შეიძლება თავისით რო იხსნება კარი. რამდენი ხანია, რაც ჩვენი სტენდი დგას? რამდენიმე დღეა. რამდენიმე დღე. სულ რაღაც 4 დღე? ანუ ახლები ვარ. არქივი შესაძლებელი. ახლა მიგასწავლით გზას, როგორც კი შემოხვალთ. აი, კარპურს. ესე მოდიხართ. უფრო სწრაფად შეგიძლიათ აუჩქაროთ ნავიგს. წვერის ზეთის შეძენისგან. სადღაც არის ჩვენი სტენდი. ნელ-ნელა გამოჩნდება თვითონ ხარეს. აი, ჯერ იმალება ჩვენი სტენდი, მაგრამ გამოჩნდება აუცილებლად. მოდი Fashion Week-ი გავიაროთ? თუ არ გვინდა? კი, გავიაროთ. Fashion Week-ში შევიდე. აი ეს. ეს მე მგონი დღეს არის თუ სულ იქ? ერთი კვირა. ერთი კვირა ჩანს უკვე. სტენდი გამოჩნდა. ახლა ავალ ზევით და გაგაცნობთ ახალ პროდუქციასაც და გათამაშებაც გვექნება. ყოფილად ეს ჩემი საყვარელი ადგილი, ესე დადგები და ესე შეგიძლიათ წყნარად, შვიდად აუჩქარებლად დაელოდოთ, როდის აგიყვანთ ექსკალატორი ჩვენ სტენდამდე. დაი ჩვენი სტენდი. აბა როგორ ხართ? მე გადასარევ. ჩვენ დაათვალიერებინეთ თბილისი მოლი? ჩვენ აქედან გიყიდეთ. ახლა კარგი იყო? ჩვენი ხმა თუ ისმოდა? ისმის. ჩვენ ლეპტოპში გოგ დაბალი ხმა. გოჩავე გვესალმება, გამარჯობა გოჩა. გამარჯობა. გადავნაწილდეთ ესე იგი აქ. ხო, გადავნაწილდეთ ჩვეულებრივ. ასე მერაბი, რა გვაქვს ახლა აქ? გამარჯობა მერაბი. ჯერ გამარჯობა დავით. დათო, სპორტსებს გამარჯობა. დათო არის თუმარსები ჩვენი სინალაივის გამარჯობა. რომელი? დათო კეზე ვარ. რა მოიგო გახსოვს? თუმარსები აზმანის ის დამარბინები. დავით. ახალი რა გვაქვს? ჯერ რამდენი ვართ ონლაინ? იდგას მომხმარებელს. უკან არის მომხმარებელი. კი ბატონო. ახალიეროს შეგიო რამდენი? და ხმა ისმის თუ არა გვიტი ადამიანია. 27 ზიმა გვიერთდა. შემოგვიერთდით? მოდი გავაცნოთ გიორგი პირველ რიგში. გიორგი? აჯოთ. ჩვენი გუნდის ახალი წევრი გიორგი. ესე გიორგი შემოგვიერთდა, დაგვხდება თბილისი მოლში, არის ჩვენი გუნდის ახალი წევრი და კიდე ბექა დაგვხდებათ ხოლმე, უბრალოდ ბექა დღეს არის. ხო. მაგრამ ბექასაც შემდეგ ლაივზე გაგაცნობ. რამდენი ვარ? 31. უნდა გადიიერეს. მადლობა ინონი. აი, გვეშინოდა აქ რო ხმის პრობლემა გვექნებოდა, ვინაიდან ძალიან დავასალერებინოთ სტენდი. ხო, ესე გამოიყურება ჩვენი სტენდი. აი ესეთი ლამაზი სტენდი. აიები გვაქვს დავით. ახალი პროდუქცია გვაქვს, როგორც ხედავ. ეს არის კენტის სვერის ჯაგრისი.
ის უბრალოდ მიჯაგრისი არის. ხო, თუ წვერსაც დაივარცხნი თუ სადღაც ეს აქამდე, მუცლამდე წვერი გაქვს, აი ესე დაივარცხნი და აი ესე. ხო, თვის დავარცხნაც არის შესაძლებელი, მე დემონსტრაციას ვერ გაგიწევთ სამწუხაროდ. მაგრამ შემიძლია რა პრობლემაა ესე. მოვიფხან თავს. ესე იგი, კენტის ჯაგრისი. როგორ გამოიყურება ვერ ნახავთ? თუ გახსნა უნდა. აქ გვერდიდან კი ჩანს მარტივად. თუ დაახლოებით გავს, გინდა გაცემი რა ვიცი. გახსნა ეს შეიძლება. არ მინდა რომ გავაფუჭო. უფრთხილდები. აჰა. აი ესე გამოიყურება. მაგა ჩამოიშო. წერზე. თმის სანდიაში ეს მე შემიძლია დემონსტრირება ჩემს მოდი, გიო. მე მაგ ესე იგი ასეთ გაბურძგდული თმა მაგ აი კიდევ უფრო ძალიან ავირევ ამ თმას ესე არის კარგად გაბურძგდული ხო ისე ანუ რას აკეთებს ეს არის ან თემურ შენც მას ხო არ გინდა. მე ვცადე უკვე ძალიან კარგი. აი რა შედეგი მივიღე. კარგი არის ეს იმითი რომ აი ტკეპნის თმებს რა ანუ ხო არ ეხა აი გაფუებული აი ნახეთ ეს აი ესეთი მე ზოგადად დიდად სავარცხლებს და რაღაცებს მოხდე არა ესეთი რაღაცები შეგიძლია გააკეთო და ნუ წვერისთვისაც ძალიან კარგი რაღაცა რაღაც საოცრება გაუკეთა გიოს თმას. არა ანუ დემონსტრაციის არ ვიცი სარკე რომ გონდეს უფრო იმას ვიზავდი რა აი კარგად ტკეპნის რა იმას თმებს რა რა დრო იყო რა დრო? შენც რო გონდა დასატკეპნი თვე ვარცხლიდი გიჟივი. რა ვიცი ესეთი კარგი ჯაგრისი ესე იგი ჯაგრისი გაჩვენეთ უკვე. ჯაგრის ვეცდები რომ ჩავაბრუნო თავის ადგილას. სხვა რა ვიცი მე მგონი დღეს ისეთი ძალიან ახალია საერთოდ როგორ წვერკანდაზში ვისაც არ უნახია იმათ ვანახოთ წვერკანდაზი არის ეგეთი რაღაც. ჭვერქანდას ვაჩვენებ დავით? ვისაც გეხერხებათ რომ წვერს მოუვაროთ თქვენით, ამას ესე მოიბავთ. მერე სპეციალური სამაგრებით ფიქსაციისთვის მიადებთ სარკეზე. აბა ვაჩვენი სამაგრი. აი ეს არის სამაგრი. მიადებთ სარკეზე, ჩაკეტავთ ამით და ანახეთ მინდა გავიკეთებ და აიმაზე მაიკები გვაქვს. მაიკები აი ესეთი მაისურები გვაქვს. სხვადასხვა ზომის და ფასი სუხარიო. მაიკის ფასი არის 24 ლარი და 95 თეთრი და რაც შეეხება წვერქანდას არის 34 ლარი და 95 თეთრი. ეს ესე იგი მაგრდება აი ესე. ესე და მე მიდიხართ ესე სარკისთან. აი 6 თუ დამაგდება ესე. კი, ამას შუშა ჭირდება იდეაში. შუშაზე უნდა და ამაგდო. კი, მაგრამ ამაზე არ მაგდო. მოკლედ აი ესე. აი ეს მაგდება. წვერი შესწორების დროს იხრება ამაში წვერი და აღარ იხრება ნიჟარაში და მე აღარ ალბათ ეხა ვინც სარკესთან ისწორებს ხოლმე მე მუჭებით წყალს ასხავთ როგორც მე მაგალითად და აღარ იქნება საქმე. ამას ჩაიგდო. გაათამაშეთ და მაგასაც მოვიგებ არ მაქვს პრობლემაა. ვათამაშებთ. მურიკო გვეუბნება. მოდი გავათამაშოთ. ვათამაშებთ ამას. ისე რა მაგარი სიტყვა ვათამაშ. რას ვათამაშ? მოკლედ ეს იყო წვერქანდაზი. ფუც მოუხდებოდა ლოგო. კარგი იდეაა, სხვათა შორის. უბრალოდ ზამთარმა ჩაიარა უკვე. ფუც ლოგო მოუხდებოდა. კეპიც შეიძლება. კეპზე. კი შეიძლება იდეა კარგია. სხვა იდეებიც მოგეწოდეთ დიდი სიამოვნება. ვარ დავათვალიერებინით. მოვიტუ სტენდში. შეგვიძლია სტენდზე პროდუქცია ჩვენთან დაბრუნდა ერთი ძალიან კარგი პროდუქტი. ეს არის მასტაჟ ვაქსი, ეს არის ულვაშის ცვილი. ანუ რა შეიძლება უკნათ თქვენ. აბა ულვაშები. დემონსტრაცია გააკეთე. უკვე დაიწყო თუ აპირებთ რომ ღირს 19 ლარი და 95 თეთრი. ჯერ გათამაშება არ ქონია, ეხლა იწყება, ასე ვთქვათ, ჯერ გავიარეთ. აი ესე. არა და არ ქონია, სადღაც. აი ესე თითებზე.
დაადნობთ ცვილს და მე ეს და ესეთი ულოში თიულით მე. ოკეი. ულოშები. ხო, ცოტა მეტი გჭირდება რომ წაისვა და პლუს სარკე სავარაუდო. ხო, სარკე საჭირო. ხო. სარკე ან წყალი. არა, წყალი. გიგინეს. მოდი ვანახოთ ხალხს პროდუქცია საერთოდ რა იყიდება ჩვენთან. ქვემოდან დავიწყოთ. ქვემოთ დევს ესე იგი წვერკანდაზები. შემდგომ ავიდეთ ზევით. ეს არის ტენტის ხელნაკეთი სავარცხლები, ალბათ ბევრი უკვე იცნობთ ამ სავარცხლებს. ეს არის ულვაშისთვის, ეს პატარა სავარცხელი. ეს არის თვისთვის და წვერისთვის, ცოტა მოზრდილი დასაკეცი სავარცხელი, აი აქ არის გახსნილიც. განახებთ ახლა აქედან ამ სავარცხელს. ესე იგი, აი ორნაირი ესეთი გასაშლელი სავარცხელია. ეს არის აი ეს სავარცხელი, ასე იხსნება. და ეს ამისგან განსხვავდება ზომით და ასევე განსხვავდება სამაგრი არა აქვს მეტალის, ვისაც სიტყვაზე აღზიანებდა ეს სამაგრი. კიდე აი ესეთი გვაქვს სამაგრიანი ჯიბეში დასამაგრებელი და გვაქვს განიერ და ვიწრო კბილებიანი კემპის სავარცხელი, აი ეს. ამა კიდე რეები გოგია. კიდე გვაქვს აი ეს ჩვენი ლოგოთი. სავარცხლები რომელიც ფასიც არის 7 ლარი და 900 მეტრი. და მეგობრების არის მე просто მაი კიდე გვაქვს აი სანდალის ხის სავარცხლები, ორნაირი. ესეთი რომელსაც არის ძალიან ლამაზი ხუთი თავის. ძალიან მაგარი კაცია. კიდე გადავინესოთ ბალზამები, სვილები. კითხვები დაგვისვით მეგობრებო. და რა თქმა უნდა დოქტორ სკვაჩის არაჩვეულებრივი საპნები. ალოე, ციტრუსი და ასევე აი ეს აზბანი საპონი ძალიან კარგი საპონი არის. ალბათ ეს ვიდეოდან დათოს ვიდეოდან ნანახი გეკნებათ ეს. საბა გვეკითხება სასაჩუქრებულს რა შემთხვევაში ჩუქნით ყიდველსო? პრინციპში ნებისმიერ შემთხვევაში თუ ამის სურვილი გაქვთ საბა ნებისმიერ პროდუქტის შენაძენზე შეგიძლიათ გითხრათ და სასაჩუქრე შეფუთვაში შეგიფუთოთ. მოდი სასაჩუქრე შეფუთვებით ვაჩვენოთ, ხო? აი აგერ არის. შეგვიძლია პრინციპში პატარა დემონსტრაციაც გავაკეთოთ ამ შეფუთვის. კი, კარგი იქნებოდა. უკვე შევფუთოთ? მოდი, მიო დაგვეხმარება სავარაუდოდ. ჩვენი გიორგი ჩვენი დაკონტროლი ახალი წევრი. მოდი რა ხის სავარცხელი მაგარიაო, საბა გვეუბნება. ხო, რავი, შეგვიძლია ეს. აბა აქ რა. აი შიგნით არის ესე, ნახერხი არის. იდება პროდუქცია, ხო, ბურგოშევა, იდება პროდუქცია, შემდეგ იხურება ეს ხუთი. და შიგნით იდება საჩუქრები, რომელიც არის ჩვენი სტიკერები მანქანისთვის და მობილურისთვის, უკვე ძალიან ცნობილი, რომ ყველა ძალიან მოსწონთ, მეც პირადად მანქანაზე მაქვს. აი ესე ლაგდება. ესე არა, იმიტომ ზეთი კიდე ჩანთაში იდება. ზეთი ამ შემთხვევაში არა აქვს, შოვა ჩადე. აი განა. და როგორ განაირად შეიძლება ალბათ კარგი იქნება ის ჩანთაც რო აი ჩანთაც ვარ, აი და ესე გამოიყურება თქვენი შენაძენი ან იო რაღაც აკლიანი დიდი სტიკერი აკლია ამ პუც. ზეცდებთ ესეთ პატარა ქისაში მაგ სტიკერებს ყიდითო სუარეზი სუარეს ფანს. სტიკერები საჩუქროა. ის აი ხანდელი სტიკერები ვანახოთ. აჰა, სტიკერები ვანახოთ. ანუ ეს სტიკერი არის უცვლელი, ყოველ კვირას არის. ეს არის ჩვენი ლოგო და შესაბამისად ეს ყოველთვის არის ხელმისაწვდომი. და რაც შეეხება სხვა დიზაინებს, კვირაში ერთხელ ცვლით ამ იმებს. ეს არის ანუ მუქ ზედაპირზე გადასაყვანი, ეს ვიკინგი სტიკერი. ამ კვირის არჩევანიდან არის მოვიდა ვიკინგი. ესეთი ჩონჩხია კიდე. ეს ძალიან მაგარია. ეს თეთრ ზედაპირზე იქნება იდეალური. კიდე აი ესეთი თორნიკეტი, ყავს ეს თორნიკეტს ჩვენს გუნდის წევრს იცნოთ, ალბათ ვიზუალურად ჩვენ ვამსგავსებთ თორნიკეტს და თორნიკეტს დაკონტროლი არის და აი ეს თორნიკეტს გავს. მე კიდე ერთი სტიკერი გვაქვს, რომელიც აი ხა ამჟამად აქ გაქავდა, მაგრამ მოდიოთ იცნოთ. კაი, გავოლში ხვალაც იქნებითო, ბექა გვიკითხება. გავოგზავნოთ, დავით ჩავდოთ. აი უკვე აქ დევს
აბა ბექა გვეკითხება მოლში თუ კი, ხალხ ვიქნებით, ოღონდ შეიძლება 8 საათი. კი, ანუ ხვალ პარასკევი, წითელი პარასკევის გამო. პარასკევის გამო შეიძლება მხოლოდ 8 საათამდე ვიყოთ. ამას დავადგენთ და შეგატყობინებთ აუცილებლად. იცი ჯერ მოუჭრა, ხო? ჯერ მოუჭრა. დათო გვეუბნება უჭებო. აქ გვეუბნება და ხო? დათო გვეუბნება თქვენმა ნაჩუქარმა წვერის დამატებიანებელმა საოცარი შედეგი მომცა. ძალიან დათო არის გამარჯვებული ჩვენი წინა გათამაშების დავით რომ მოგეცნო წვერის მართლა მაგარი პროდუქტია რეალურად მართლა მაგრა არ ბილებს წვერს და ატენიანებს განს. საბა გვეკითხება ხო და კიდე რა მაინტერესებს საშუალო წვერისთვის როგორი ბალზამი ჯობია? საშუალო წვერისთვის ზომისზე არის საუბარი, საშუალო ზომის ალბათ. გააჩნია თუ ძალიან დაბალი წვერი არის იდეაში ბალზამი აუცილებლობას არ წარმოვალ. კი, ზეთი არის იდეაში დაბალი მცირე წვერისთვის ყველაზე კარგი. ანუ ესე გადაკვეთე და აი ხა აქედან ეს. სა? შეგაგდა და დადიდა დავადე. აი ესე მოეპყრობიან თქვენ საჩუქარს. რომელია ეგზეთი? ზეთის ვაჩვენოთ საჩუქრის შეფერილობის შემდგომ. არის რომელია? ანუ სხვადასხვანაირი შეკრებია. შემდეგ უკვე სათვლის დახმარებით ცოტა გასაკეთებ ბიჭო. ფუთავთ საჩუქარს. ფუთავთ. და როდესაც შევფუთავთ, თვითონ ბეჭედის გათამაშებას, არა? ბეჭედი ზემოთ გვაქვს. კი ბატონი. რაჩეკ ტელეფონი მირეკავს მე და იმედია ოფისში არ რეკავენ ჩვენ. ნუ ამ დროს უკვე როცა გამოდივართ ოფისიდან მობილურზე ვამისამართებთ ზარებს. აი ხა ბოდიში ვერ გიპასუხებ. ამ რაღაცას რასაც ასხავენ ეწოდება სურგუჩი. ადრე ძველ დროში რო ხმარობდნენ წერილებზე აღვენთებდნენ ხოლმე და ბეჭედს ურტყავდნენ. ანუ ეს ცოტა რაღაც ცუდი ის არის. კი, შეგიძლია უფრო მეტად დააღვენთო. თქვენით საუკიდე ზევიდან ავიდე და აღეცემა. თო ბეჭედისადაა საკმარისი. აი ბეჭედი. მომეცი ამას მე დავატრიალებ. ეს რეალურად ესე ცუდად არ ვქუდავთ. ჭიდავს მაგრა და ნონა გვეუბნება. აჰა. გათოლომიძე გვეუბნება საპონიც მშვენიერი იყო დღემდე სიამოვნებით ხმარობდა. რომელი საპონი? ხო, დათოლომიძე გვეუბნება. და დათოლომიძე ჩვენი გამარჯვებული არის მე როგორც კი. და რომელი საბამ გათოლომიძე? შენ არა. ნახოთ ესე იგი აი ესეთი ძველებური ბეჭდით შეიფუთება თქვენი საჩუქარი. ეს თავარი გული შეიფუთება. საბამ უხეში და ხუჭუჭა წვერი მაგ და ვერაფერი ვერ მოუხერხეა. რა სცადეთ რომ მოგეხერხებოდა ჯერ გითხარ უხეში და სქელი წვერისთვის ზოგადად ორივე წვერის ზეთი და ბალზამის გამოყენება ერთდროულად არის რეკომენდირებული. ანუ და ნუ წვერის საპონით შეგიძლია დაამატოთ. იდეაში ძალიან უხეში წვერისთვის გვაქვს აი დოქტორ სკვაჩის საპნები, ჩემი ფავორიტი არის. აი ეს ფაინთ არის, შავი ფერის არის. აი ესეთი შავი არის და რაც აკეთებს არის მაგრად არ ბილებს და წვერს და ანუ ჯერ დოქტორ სკვაჩით უხეში წვერი დაიბანეთ დილით, შემდეგ რამდენიმე წვერის ზეთი დაიწვეთეთ და კარგად შეიზილეთ წვერში და შემდეგ უკვე ბალზამი და გექნება თერმის განმავლობაში აფუკი და რბილი წვერი. საბამ ეგეთი ჩანთები ცოტა დიდი რომ გააკეთეთ, კარგი იქნება სადმე რომ წახვალ ყველაფერს ჩაყრიე ერთ ადგილას. როგორი ჩანთები? სავარაუდოდ მე მგონი აი ამაზე შეიძლება წვერქანდაზის რო ჩანთა. საბა ეს ჩანთა არის წვერქანდაზის ჩასადებად, მაგრამ შეიძლება კი. შეიძლება ამ ქისასეც რო ვიყიდო უფრო არა ესეთი დიდი მაგალითად აბუსალადი ზეთი გამოგადგება წვერის გახშირებისთვის და სხვა პრინციპში დიდი სხვა არაფრისთვის. ანუ აბუსალადის ზეთს არ აქვს ისეთი დამარბილებელი და ისეთი ეფექტი, როგორც მაგალითად ჩვენ ზეთებს არის. ანუ ჩვენ ზეთებში მაგალითად ამაში აბუსალადის ზეთის გარდა არის
10-მდე საბაზისო კომპონენტი პლუს ეთერზეთის სურნელისთვის გარეული. ანუ ისეთი ზეთები, როგორც არის ხოხობას ზეთი, არგანის ზეთი, რომელსაც ყველა სხვადასხვა თავისი ის აქვს, პლუსი აქვს რა, როგორც კანისთვის, ასევე საბავშვო ზეთის ჩანთაზა მაქვს, რაღაცა ცოტა დიდი რა. ზეთის ჩანთი. კი, ძალიან მაგარი იდეაა, საბა ვეცდებით, რომ ძალიან დიდი მადლობა საბა იდეისთვის. და ვიწყებთ გათამაშებას და ვათამაშებ წვერქანდას. აჰა, წვერქანდას ვათამაშებთ, მეგობრებო. ფულობს რა ღირსო ზეთებიო, ანუ განსხვავებული ფასები აქვს. რა თქმა უნდა, ზეთები მინიმალურ შეფუთვაში გვაქვს 30 მილilitrიან ბოთლში და ღირს 24 ლარი და 95 ეთრი. და გვაქვს ასევე ასბონის ზეთები, რომელიც არის 50 მილილიტრი და ფასი აქვს 58 ლარი და 60 ეთრი. რამდენი ხანი ეყოფა გიო და ანუ ეს არის 2-3 თვის საკმარი ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში, ეს არის 4-5 თვის ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში. და ასევე ეხლა არის გზაში ასბანის 4-ვე სხვადასხვა სურნელი ზეთი 30 მილilitrიან შეფუთვაში, რომელიც ფასიც იქნება დაბალი, ვიდრე 58 ლარი და 60 ეთრი. მოდი ეხლა წვერქანდაზი ხო არ გაგვეთამაშებინა? ნივთი, რომელსაც დაარქვეს წვერქანდაზი დევს შიგნით. მოკლედ, ეხლა რა, კითხვა არის ესე. ერთ-ერთი ქვეყნის პარლამენტში 658 წევრიდან მხოლოდ 2 ადამიანს არ ქონდა წვერი. წარმოიდგინე 658, ხო? რომელი ქვეყანა და რომელი წელი იყო, ხო? თუ როგორ არის? ხო. წაიკითხე თუ გინდა არა. თავიდან ესე იგი. ერთ-ერთი ქვეყნის პარლამენტში 658 წევრიდან მხოლოდ 2 ადამიანს არ ქონდა წვერი. რომელი ქვეყნის პარლამენტია და რომელ წელს დაფიქსირდა ეს ფაქტი? წარმოიდგინეთ 658 წევრიდან რომ 2 ადამიანს არ აქვს წვერი. და ჩვენი წვეროსნების რაღაც ის არის, ხო? კარგი იყო ძველი დრო. და შევარდეთ ასეთი. უთხარი თვითონ გათამაშების ან პასუხების დაფიქსირების შესახებ, ხო? ხო, ამ შემთხვევაში ესე იგი არა, წელი საიდან უნდა იცოდე? წელი? ხო. დაგუგლო. რა მაგარი. ესე იგი, გათამაშებაზე ასეთი რამ გადავწყვიტეთ, რომ თქვენ, როდესაც დაწერთ პასუხებს სავარაუდოს, ჩვენ დავასახელებთ თუ სწორი პასუხი რომელია, მაგრამ არ დავასახელებთ კონკრეტული ადამიანის სახელგვარს და როდესაც მორჩება ლაივი, ეგრევე შევეცდებით, რომ გამოვაქვეყნოთ სწორი პასუხები, ვინც გასცა მათი სახელი გვარები. ვინაიდან გვეშლებოდა წინაზე და რამდენიმეს ერთდროულად ვასახელებდით და ცოტა ქაოსს ქმნიდით და ამის გამო ბოდიშს გიხდით. ამიტომ დავასახელებთ, გამოქვეყნდება ჩვენ სტატუსში, ასე ვთქვათ, სახელი გვარები. წელი არ დაფიქსირებულა ჯერ. როგორ? წელი არ დაფიქსირებულა. აჰა, ქვეყანა დააფიქსირეს, წელი არ იციან ჯერ. რომელი ქვეყნის პარლამენტში 658 წევრიდან რომელს რამდენს არ ქონდა წვერი და რომელ წელს? და რომელ წელს? ეს ფაქტი. და რა ქვეყანაა? რამდენს კი არა, 2 ადამიანს არ ქონდა წვერი. რომელ წელს დაფიქსირდა ეს ფაქტი და რომელი ქვეყნის პარლამენტში? აი იქამდე fashion week-ს გადავახედე. აი აქ მიდიარევს ეს fashion week-ი. აბა ხალ. რაღაც სავარაუდო წლების პასუხები იყო გიო? 1700 წელი, 2013 წელი 2013 წელს ესეთი ფუფუნებას ესე იგი 658 ადამიანს კი არა და 656 ადამიანს წვერი ქონდა მოშვებული იმ პარლამენტში და 2-ს არა? 1964 წელს. რომელი წელი თქვა? 1964. ნუ 2013 წელთან შედარებით ცოტა ახლოს არის. ხო, ნუ თბილა, მაგრამ ცოტა თავი ეროვნულზე მგონიაო. სადო? ეროვნულზე ინტერნეტში შეგიძლიათ მოძებნოთ. ისტორიის გაკვეთილები არის საინტერესო წვერთან დაკავშირებით. ინგლისი 1856 წელი საბა წერს. ნუ ძალიან ახლოს ხარ. აი, ძალიან ცხელა. აი ესე ცხელა. 1992 წელი ინგლისი. 1907 წელი. დაგუგლეთ დრო გავს. 1966. 1984.
მოდი 800-იანებში გადმოვიდეთ. კარგი, მინიში 1800 და შემდეგ კი, საბა იყო და 1857. მოდი თუ ცოტა ხანი ვერ გასცემენ, დიდი ბრიტანეთი ვინც თქვა, იმას ხო არ გავამარჯვებ. მინისი 1858. აი ძალიან დამსხა 1953, 1860, ოდნავ ადით კიდე, ადით. 1826. გიორგი ცოტა წინ ზევით ცოტა კიდე. რამდენი 1852. 1863 ეხლა ოდნავ კიდე. ნახე თურმე რართული კითხვა ყოფილა. 1863. 68 ცოტა კიდე ზევით. ნელ-ნელა უახლოვდებით ესე იგი წელს. მეკამ დაწერა სწორი პასუხი. აჰა. 1874 წელი. ესე იგი ყავს ესე იგი გამარჯვებული წერკანდაზი გაიმარჯვა საბარაუდოდ ერთ-ერთმა კონკურსანტმა მოდი მაინც სახელი გვარი არ თქვა ხო რომ ხო, ბოლოში დავპოსტოთ. ბოლოში დავპოსტოთ, მაგრამ გამოჩნდა. აი გამარჯვებულმა ეს მიიღო და წერკანდაზი გავხსენე ანახი კიდევ რა არის. კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ამ ჩანთასაც ჩვენივრად გამოიყენა და წერკანდაზის დემონსტრაცია ესე იგი მეგობრებო სავარცხელის მაგიროთ ან მაკრატელი გეჭირებათ ან ტრიმერი ოდნავ ასევე ბარბერი. ბარბერს პრინციპში შენი წერკანდაზით რო დაადგე ბარბერს ბარბერს დავიწყე კანდაზი. პრინციპში წერკანდაზი არც აქვს ცოცხი აქვს აი ესეთი რაღაცა არის მოდი ეს არის სარკინი და აი ესე სარკესთან აი სარკინი დაეკრა ხო? ეს მეტალია და თუ არც არის აი ესე გავიკარსავ რაღაცებს გავაკეთებ ან ჩაიყენება შენი მარტივად მოიხსნება და ურნისკენ გავიწევთ აქ არის ჩვენი ერი რაღაცა ძალიან პრაქტიკული, კომფორტული და განსაკუთრებით თქვენი ოჯახის წევრებს მოეწონებათ და შეუყვარდებათ ეს ატრიბუტი. მეორე კითხვა რა ყველას ხომ გახსოვთ ფიფქია და 7 ჯუჯა დისნეის რას ვათამაშებთ ვთხრათ? რას ვათამაშებთ აზბანის ზეთს აზბანის ნებისმიერი ზეთი და ნებისმიერ ზეთს აირჩევთ 4 სახეობის ზეთი გვაქვს აზბანის სალამი მამუკა გვესალამი. გამარჯობა მამუკა მზად ხარ მამუკა რო გაიმარჯვა ზაზაფაჩულია, გამარჯობა ზაზაფაჩულია. NBA ოფის გარეშე გონი აღარ კი, ანუ წარმომიდგენია ყველა ჩვენს ლაივს ესწრებოდა NBA ისეთი ერთგული, ხო? ძალიან გიხარია და დიდ მადლობას გიხარ. შემდეგი ვოუთინგი რო წავა NBA-ში, მოკლედ ჩვენს ანალოგიურად შენთან ვიქნებით ხოლმე. ფიფქია და 7 ჯუჯა გახსოვთ ვარ და შვილები მოიხმარია. დისნეის მულტფილმი რო იყო ეგეთი. ანიმაციური ფილმი რომ იყო. 1927 წელს გადაღებული ანიმაციური ფილმი. გახსოვთ? ძალიან კარგი. მანდ 7 ჯუჯიდან მხოლოდ ერთს არ ქონდა წვერი. და რა ერქვა ამ ჯუჯას? გამოიცა. აწერეთ მისი სახელი, ამ ჯუჯის სახელი. ამ ჯუჯის სახელი დაიდოს. და გამარჯვებული ვინც პირველი დაწერს, მიიღებს ესე იგი აი აქედან რომელიმე ზეთს. მოდი გიოთი, მინდა კიდევ ერთხელ აჩვენე. და უბრალოდ მოგწერეთ თქვენთვის რომელი ადგილი იქნება კომფორტული წაღებისთვის, ან პრინციპში ორივეგან შეუძლიათ. კი, სადაც თქვენ მოგინდებათ ან ქავთარაძის გუდულში, ან თბილისის მოლში. მობრძანდით და წაიღეთ თქვენი საჩუქრები. აბა რა წერენ? ჩვენ ერთი რაღაც დაგვაქვს. უმცროსო და უნდა სახელი უჭირდება. სახელი ერქვა. კი. კიო, მაგნიტებით უგობს აქ? კი, გვაქვს. ერთი რაღაც დაგვაქვს ჩვენ. მოდი კამერას გამოგართვა. წვერის ბალზამით ძალიან კარგი გვაქვს. აი, ჩვენი მაგნიტები. ესე იგი პასუხებია ტოტო, პრასტაკი, ტოტო, გაბრუებული. ეს სხვადასხვა ტელევიზიებმა რო გითარგმნეს მაშინ ის გახსოვთ თქვენ. რეალურად რა ერქვა ამ ჯუნას?
ესე იგი მაგნიტები გვაქვს, აი ესეთი მაგნიტები გვაქვს, რასაც რაღაცა შეძენილ ნივთებთან, ну აი აქედან უკრიდანაც რო შევხედოთ, ძალიან ლამაზი მაგნიტი არის. აი აქ აწერია ეს Virgin. ეს მაგნიტი არის მაცივარზე მისაგრობი მაგნიტი არის. ესე თქვენს მაცივარს აი ესე დაამშვენებთ ძალიან. ეს თუორსები გიო მეტალი არ არის? არ ჩერდება. კითხვა გაიმეორეთო. ფიფქია და 7 ჯუჯაში Walt Disney-ის გადაღებულ ანიმაციურ ფილმში რომელ ჯუჯას არ აქვს წვერი? ბოლო ჯუჯას. და რა ქვია ამ ჯუჯას? სახელი გვაინტერესებს. ეგეთ შეგიძლიათ ინტერნეტი ბაშფუო გაბრუებულია. გამოიყენოთ მან არ შემთხვევაში. გაბრუებული პრინციპში კი იყო გაბრუებული ის ჯუჯა, მაგრამ სახელი რა ერქვა იმ ანიმაციურ ფილმში? ორიგინალურად როგორც, ანუ ორიგინალში რა სახელიც ერქვა ის? გრამპი, არა. არა. ტოპეი, არა. სნიზი, რა იყო? ვიღაცამ ტოპეიო, მაგრამ ახლოს ხარ. ასე თუ ის. დოპეი. აჰა. ძლიერს. ეს არის? სწორია, დოპია. დოპეი? ხო, რა მნიშვნელობა? დოპეი, ხო დაწერე. ესე გამარჯვებული ყავს. თუ არ ვცდები, გამარჯვებული არის. მერაბ ხაჭიძე, გილოცავ, მერაბ რაღაც გამარჯვებული. კი, მერაბს გამარჯვებული. მერაბი მოკლედ ყველაფრით უნდა დავაკომპლექტოთ სხვადასხვა ლაივებს. ძალიან მაგარია, მერაბ გილოცავ. ესე იგი მერაბმა გაიმარჯვა რა. აზბანის ზეთი და ნებისმიერი აზბანის ზეთი შეგიძლია. აი ესეთი მაგნიტით შენია. მერაბ და წინა გამარჯვებულის მაგნიტით აი აქვე ხელში მიჭირავს. ეს მაგნიტები თქვენია გამარჯვებულებო და კიდევ მომავალი ერთი გამარჯვებული მიიღებს კიდევ ამ მაგნიტს და დიდ სტიკერს. ლევან იწერს ამდენი ხნით დავწერე. ლევანს თუ დაწერე ლევან რა თქმა უნდა ზუსტად მაგას ვამბობდით თავიდან რომ სახელები გვეშლება ხოლმე და გამარჯვებულების სახელებს დავპოსტავთ ჩვენი ლაივის შემდეგ დაახლოებით ალბათ რამდენიმე საათის განმავლობაში. აბა რა და კითხვებიც დასვით რა. ესე იგი შემდეგი აბა შემდეგი საჩუქარი უბრალოდ ვაჩვენოთ გათამაშების რა უნდა იგი მესამე კითხვას თუ სწორედ გაეცით პასუხი, ეს სუპერ რაღაცა თამაშია. დიდი სტიკერი. რა აგე აი ეს სტიკერს მოიგებს ის ადამიანი, ვინც გამოიცნობს მესამე კითხვას. ანუ ლამბერჯეკ აწერია ტყის მერაბი ჭრელი. ვაგროვებ ლაივებიდანო ყველაფერში. ძალიან მაგარია, მერაბ. მაგარია. მერაბ ახალი პროდუქცია რეების გვექნება, იმებს ყოველთვის გავათამაშებთ. სტატუსად რო გამოვაქვეყნებ ყველა სახელი გვარი დაიწერება და გამარჯვებულები ისინი იქნებიან. თუ გინდა ხელში აიგე დავით და ისე თქვი, რა თქმა უნდა. დავსვათ მაგული კითხვა ჯობია, ვინც გამოიცნობს ამ სტიკერს მიიღებს. მოსაზრების თანახმად, წვერი სახის კანის სიბერეს უშლის ხელს. დასახელეთ მიზეზი, თუ რატომ ანელებს წვერი კანის დაბერებას. ასეთი მოსაზრებაა, რომ წვერი ნაოჭების შეძენას და ამ დაბერებას ხელს უშლის და მიზეზი გითხარით, აბა რატომ უშლის და რატომ არის ეს მოსაზრება გამართლებული რა ფაქტი. აბა გავიგე. აბა ნახოთ. ეხლა წამოვა და მასშტაბები და აი ეს დიდი სტიკერი თამაშდება. ახლა გვეუბნება ნაოჭებს მალავსო? არა, ნაოჭების გაჩენას უშლის ხელს. მალავს მალვითაც მალავს. ხომ საბა გვეუბნება მზის სხივებისგან იცავსო, რაც ის. ნუ ეგეც აქვს ერთ-ერთი ინარჩუნებს კანს. იქამდე სანამ თქვენ პასუხებზე ფიქრობთ, მე განახებთ უბრალოდ სად არის ჩვენი სტრენდი. აი ეგ არის ხაჭაპური ჰატი მეორე საფუძზე. ეგ გემრიელად საჭმელად რომ ამოხოთ ხოლმე ხაჭაპურების. აქეთ გამოიხედავთ უცებ და ჩვენი სტენდი იქნება. სხვათა შორის აქ ძალიან გემრიელი ვაღიძის წყალი არის, რაც ძალიან მეწონს. მე ხო დამალევინებთ. თუ არსები დაიგეთ. ენიანობას მატებს ზახის. ნონა
მაგრამ კითხავ გავიგოთ, შეიძლება გავუმეოროთ. მოდი მეორე კითხვა ახლა წავიკითხო. მოსაზრების თანახმად შენ. წვერი წვერის ტარება, ესე იგი ხელს უშლის სახისკანის დაბერებას, ნონა? ნაადრევ დაბერებას. ხო, ნაადრევ დაბერებას. ანუ უფრო ანელებს დაბერებას და ამ მოსაზრებას რა ამყარებს, რა არგუმენტი ამყარებს, ანუ რატომ უშლის სახისკანის დაბერებას ხელს წვერი? აბა გითხარით. თუ ვერ გითხრეს, შემდეგ ლაივზე გავათამაშებთ, შევინახავთ ამ ლამბერჯეკის წვერის მოვლის საშუალებები კანზეს მოქმედებს. როგორ? ცუდად თუ კარგად? შეიძლება წვერის მოვლის საშუალებები არ გამოიყენო, მაგრამ წვერის ტარების შემთხვევაში მაინც შედარებით უფრო ნელა მოხდება სახისკანის დაბერება. აბა რატომ გითხრათ? ინარჩუნებს ტენიანობას და არ შეება კანი, აქედან გამომდინარე ვერდება გვიანი. აჰა. მეგონის სწორი პასუხი. მე მგონი არა, სწორი პასუხი თქვა კი, ნამდვილად. თუ იქამდე ვინმეს მსგავსი არ ქონდა. არა, მსგავსი არავის არაფერი სავარაუდოდ გამარჯვებული ყავს. ბოლოს გადავხედოთ. კი, ბოლოსში დავპოსტავთ ესე იგი სახელგვარებს და გამარჯვებული ყავს. უკვე მოკლედ სწორი პასუხი იყო. აი, ეს არის გამარჯვებულის და საიდან უნდა წაიღოს ეს? მოდი გითხარით, როცა დავპოსტავთ, გვეთქვეს ჩვენი გამარჯვებული თუ საიდან უნდა მოხდეს წაგება. აი ეს გაიმარჯვა და კიდე აი ესეც თქვენი. რა არის ეს? ეს არის ოთახის დეკორაცია, ოთახში გასაკრავი სტიკერი, დაახლოებით აი მობილურზე თუ გაკრული მეგობრებო. აი ესეთი სტიკერი. ესეც ზუსტად იგივე არის, გაკრული და გამოიყენება ეს ინტერიერში. ძალიან მარტივად გადადის, აი ამას ააზრობთ ამ ზედაპირს, გამჭვირვალეს და შემდეგ უკვე გადაყავთ მარტივი დამუშავებით და ესე დაამშვენებთ თქვენს ოთახს. ლამბერჯეკ. ახლა კიდე გავათამაშებთ დღეს ნამდვილად. მოდი შემდეგისთვისაც შემოვინახავთ უამრავ საჩუქრებს და კიდევ რაღაცებს გავათამაშებთ. შემდეგისთვისაც გავათამაშებთ. როგორი გამოვიდა? ეს ცოტა შელოხული გამოგვივიდა. აქაც მოდი გიო მოვჭრათ, ხო ეს? სად არის თოკი? ნუ მოკლედ ოდნავ შელახული გამოგვივიდა, მაგრამ უფრო მეტი აქ სიჩქარეში ეთყობა გიორგებმა კარგად ვერ შეფუთეს, მაგრამ გვირდებით რომ ბევრად ლამაზი იქნება. მოჭერდა და რამდენი ხანია უკვე? ახლა იზევარ შემიძლია ნეონელა. ჩქარჩქარად შეგვიძლია. შვიდობად ხო? არა და მე მოვიდეო. აჰა. ანუ ჩვენ როგორც გითხარით, ან პასუხებს ესე ლაივში კარგად ვერ ვნახულობთ, რომ დამთავრდება ლაივი. გადავხედოთ პასუხებს და დავპოსტავთ გამარჯვებულებს. სამართლიანობის ზოგადად ძალიან მოყვარულები ვართ და არც ამ შემთხვევაში იქნება გამონაკლისი. აბა მეგობრებო. სტიკერი უკვე შეფუთულია და ელოდება პატრონს. ეს არის დამატენიანებელი კრემი, ესეთი ძალიან მაგარი. მე ვხმარობ ამას იმ ადგილებში, სადაც მიშრება ხოლმე კანი. აბა აი ამ ადგილებში. განსაკუთრებით ზაფხულში ეს პროდუქტი ალბათ საოცრებას იღებს, არა გიო? ანუ ეს უხეში წვერისთვისაც ძალიან მაგარია. ამ ყველაზე მაგარი დამარბილებელი ეფექტი აქვს ამას. და არ აგდებს წვერს ქვევით. ვისაც არ უნდა ეს რომ მოხდეს. ანუ დაარბილებით ყველაზე კარგად ეს არ გვიქვს. მერაბი წერს დოპეის შემთხვევაში მე მგონი მართლა დამასწრო. მერაბი გვიადვილებს გონი. კი არა, ლაივის შემდეგ სამუშაოს. რო გავთიშავთ ლაივს და სადღაც ოფისში რომ მივალთ ან სახლში ან სადმე გადავხედოთ ამ ყველაფერს და დავპოსტავთ გამარჯვებულებს და პრინციპში ნახავთ თქვენს ვის გაიმარჯვა. საბა გვეუბნება დიდი ჩანთის თემაზე მართლა კარგად დაფიქრდით. კარგი იქნება ძალიან ეგრეთ წოდებული კაცების კოსმეტიკა. აი, კოსმეტიკა იქნებაო. კი, საინტერესოა, ძალიან დიდი მადლობა იდეისთვის. საბა, ხო? საბა. კი, საბა. მადლობა საბა იდეისთვის და შემდეგი გათამაშება როდის გექნებათო? გეტყვით. ასევე საბა გწერს, ოღონდ სხვა საბა. დავპოსტავთ ჩვენს. კი, დაახლოებით თუ შეგვიძლია. რაღაც კითხვა მაქვს. აბა გოჩას. ისმენ გოჩა. კითხვა მაქვსო გოჩა. მოგწერე. ლაივებს ვეცდებით, რომ ეხლა თან კარგი ამინდები გამოვიდა და სადაც ბუნებიდან ჩაგერთვებით ხოლმე რაღაც სხვადასხვა ადგილებიდან და სისტემატიკურად
მან ნახე გოჩას კითხო წვერს რო ვივარცხნი და ზეთს რო ვისმევ მცვივა წვერი ანუ ხელებზე მაქვს და ეგ კარგიაო? ორგასმი. ანუ ცოტა რაოდენობით წვერის ჩვენ არის ძალიან ნორმალური პროცესი. თუ ბევრი გცვივათ წვერი ეს იქნება უკვე რაღაც აგანგაშო და შეიძლება რა ვიცი წვერის ზეთი ზოგადად წვერის სტრუქტურას ცვლის, უფრო ყრივის ხდის წვერს და უფრო ჯანსაღს და ეს ჩვენასაც ცოტაო. ანუ მართალი ყოფილა. Hi. Want to try some beard care products? I really like it. That's why I use. Yeah, thank you so much. You can try it on your beard if you like. Is it organic? Yeah, it's all organic and natural. Which smell do you like? Yeah, it's like. I can show you. Nothing. This is our. Is it okay? I'm taking the video. No problem. Okay, thank you. You like the smell? Yeah. Okay. Just I will put a few drops on your palm. You. Yeah, I just rinse. Okay. 3 drops will be enough for you. So how much is the price and stuff? The price of this beard oil is 48 and 60. This is 15 ml beard oil. It will be enough for you for about 4 to 5 months. Okay. Daily. How thick it is? Sorry? How thick it is? How thick? Actually, the main reason why you would like to use this oil is to soften your existing beard. But it will help to grow the beard also. But I'm not sure if the effect is not guaranteed. It's inhibited. Okay? Okay. So till when will you be here? Sorry? You'll be here for. Yeah. Our stand is here. Okay. I'll come in a week or a month. Okay. Okay. Guys, you were on our Facebook Live. Okay. So take Bye, care. guys. Thank you so much. Okay. Bye. Thanks. Bye bye. Good night. და დავამთავროთ ხო ჩვენი ჩარტვა? დავამთავროთ. არ გემშვიდობებით. მომავალ ჩარტვამდე მოხარებლები გვექნება კიდევ გათამაშება და მოკლედ შევხვდებით. გვეწვიეთ თბილისში მოლში და ქავთარაძის გუდულში. კარგად მეგობრებო. კარგად. ახლა